სოფლიოში ერთადერთი მეფე არის დავით აღმაშენებელი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ დაუთმია. ერთიც კი არ წაუგია. იგი იყო უნიჭიერესი მხედართმთავარი, ძალიან განათლებული იყო, სადაც მიდიოდა, თან წიგნები დაქონდა, საკუთარი ბიბლიოთეკით დადიოდა. იგი არა მარტო კარგი მხედართმთავარი იყო, არამედ იყო კარგი რეფორმატორი. გავიხსენოთ, როგორ საქართველოში შევიდა, ხო? განადგურებული იყო ჩვენი ქვეყანა, დიდი თურქობა გამოვლილი. ერთი წლით ადრე მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ხალხი გახიზნული არის მთაში. ერთი კაცი არ არის დარჩენილი ქვეყანაში, რომ ბარი დაარტყას და მოსავალი მოიყვანოს. და ასეთ სიტუაციაში ადის 16 წლის ბიჭი, რომელმაც დაიწყო სამხედრო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, საეკლესიო რეფორმა გაატარა, საგანმანათლებლო რეფორმა გაატარა, სტოვართა აპარატი შექმნა. ხალხი ჩამოიყვანა მთიდან და რწმენა მისცა იმისა, რომ საქართველო გაბწყინდებოდა. და ასეც მოხდა, ხო? იწამა ქართველმა დავითის და იწამა ღმერთის. დავითმა მოუტანა საქართველოს ის დიდება ერთი საუკუნის განმავლობაში რეგიონში, რომ პირველები ვიყავით. აი ამიტომ მირჩევნია იგი სხვა მეფეებს, აი ალექსანდრე მაკედონელს მაგალითად. სწორედ ამიტომ ესეთი დაქუცმაცებული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა რა. ეს არავის არ გაუკეთებია. აქ მარტო ბრძოლები არ არის. აქ მე არის შენარჩუნება ამ ბრძოლების. აქ არის რეფორმების გატარება, სტრუქტურების გაცოცხლება, ხო? ყველაზე მაგარი ჩემი აზრით მაინც სტოვართა აპარატი შექმნა, რამაც უშველა რა. ჩიტი ვერ გადმოიფრინდა, ყველაფერი ზეპირად იწოდა, თურქ სელჩუკები სად როდის ფეხს დადგავდნენ. აი ესეთი ძლიერი ადამიანი იყო და ესეთი განათლებული კაცი იყო და რეფორმატორი იყო, ძალიან მაგარი რა. დღეს დავითობა არის ყველას გილოცავ და ღმერთს თხოვ, რომ ერთი დავით აღმაშენებელი გამოგვიგზავნოს რა.